მოგესალმებით მეგობრებო და დღეს მინდა ვისაუბრო რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავისი კრეატიულობით გამორჩეულ უნიკალურ სპეცოპერაციაზე, რის შედეგადაც რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმეში 4 სხვადასხვა აეროდრომზე მიიტანეს დარტყმა სტრატეგიული მნიშვნელობის ბომბდამშენებზე და როგორც ინფორმაცია ვრცელდება, სტრატეგიული ავიაციის 30% გაუნადგურეს რუსებს. და ამ ოპერაციაზე უკრაინის მხარე იძახის, რომ ეს ოპერაცია თავიდან ბოლომდე დაგეგმა და განახორციელა უკრაინის მხარემ და რომ მას არავინ არ დახმარებია ამ ოპერაციის ჩატარებაში, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არის სისულელე, არის ტყუილი და უკრაინა ვერ შეძლებდა ამ ოპერაციის ჩატარებას დამოუკიდებლად, შანსი არ არის ამის. და როგორც უკვე სხვადასხვა წყაროებში ვრცელდება ინფორმაციები, ეს ოპერაცია თავიდან ბოლომდე დაგეგმა და განახორციელა ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა და ამაზე რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა იღებს უკრაინის სახელმწიფო. ასევე მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ ეს სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებიც გაუნადგურეს რუსებს, ვისთვის წარმოადგენდა საფრთხეს. ეს სტრატეგიული ბომბდამშენები იყვნენ შორიფრენის დანიშნულების თვითმფრინავები და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ამ ბომბდამშენებიდან არც ერთი ჯერჯერობით დღემდე არ გამოუყენებია რუსებს უკრაინის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს ბომბდამშენები საფრთხის მატარებლები იყვნენ პირველ რიგში ამერიკის და ბრიტანეთისთვის. შესაბამისად, ამ ბომბდამშენების განადგურებით ამერიკამ და ბრიტანეთმა უფრო გაიმტკიცა თავისი უსაფრთხოება. და ის წარმოდგენა, რომ ამ ოპერაციის შემდეგ და ამ ბომბდამშენების განადგურების შედეგად უკრაინა რაღაცა უფრო მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება რუსეთთან ომის თვალსაზრისით, ეს რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება და ეს არის რა თქმა უნდა სისულელე და ტყუილი. ასევე ამ ოპერაციის შეფასებებს რო უსმენ სხვადასხვა ექსპერტებიდან, მე მახსენდება კურსკის ოპერაცია, როცა ამ კურსკის ავანტიურას ისე ფუთავდნენ, რომ თითქოს ეს იყო რუსეთისთვის მომაკვდინებელი დარტყმა და რომ აი ამ კურსკის ოპერაციის შემდეგ უკრაინა გაიმტკიცა პოზიციები რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან. ასეთ შეფასებებს უკეთებდნენ, მაგრამ გავიდა 6-7 თვე და ნახეთ, რომ რუსებმა გაანთავისუფლა კურსკის ოლქი და პირიქით ამ სიტუაციიდან უფრო დაზარალებული გამოვიდა უკრაინა იმ თვალსაზრისით, რომ კურსკში მყოფი ძალებიდან 70% ვერ გამოვიდა ცოცხალი. ეს იქნებოდა ადამიანური რესურსი თუ ეს იქნებოდა სხვადასხვა ტექნიკა და შეიარაღება. შესაბამისად, იგივე მინდა ვთქვა დღევანდელ ოპერაციაზეც, რომელსაც რაღაცნაირად ისე აფასებენ და ცდილობენ, რომ ადამიანებს ისეთი განცდა შეუქმნან ამ ოპერაციის შემდეგ, რომ თითქოს რაღაცა ეს მნიშვნელოვნად გადატეხავს სიტუაციას უკრაინის სასარგებლოდ რუსეთის წინააღმდეგ ომის თვალსაზრისით. ეს რა თქმა უნდა ასე არ არის და ამ ოპერაციით ერთადერთი ვინც იხეირა და ვინც სარგებელი ნახა, ეს არის ბრიტანეთი, შტატები და ევროპა და კიდე რამოდენიმე სხვა სახელმწიფო. ხოლო ამ ოპერაციის შედეგად ვინც დაზარალდა ამ ეტაპზე, ეს არის რა თქმა უნდა რუსეთი, ხოლო ამ ოპერაციის პასუხის შედეგად ვინც ყველაზე მეტად გამოვა დაზარალებული, ეს იქნება რა თქმა უნდა უკრაინა. ამ ოპერაციის საპასუხო დარტყმას შეეწირება რა თქმა უნდა უკრაინის ქალაქები და უკრაინელების სიცოცხლე.
და შესაბამისად წაგებული დარჩება ისევ და ისევ უკრაინული მხარე და როგორც ყოველთვის ვიძახდი, ეხლაც იგივეს გავიმეორებ, რომ ეს ომი დაწყების დღიდან ემსახურება იმას, რომ უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელების სიცოცხლის ხარჯზე დაასუსტონ რუსეთი და ამით მოგებული ვინც დარჩება, ეს არის ევროპა, დასავლეთი, ბრიტანეთი, შტატები, გლობალური დასავლეთი. და ეს ოპერაციაც ზუსტად აი ამ დიდი გეგმის შემადგენელი ნაწილია. რომ ამ სპეცოპერაციას, რომელიც ანახორციელეს ბრიტანელებმა და ამ სპეცოპერაციის შედეგად ვინც ყველაზე მეტად იხეირა, ესე იგი ეს არის ბრიტანეთი და შტატები, ამას უნდა შეეწიროს, რა თქმა უნდა, ისე უკრაინის ქალაქები და ისე უკრაინელების სიცოცხლე. ამ სპეცოპერაციის კიდევ ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ამ ოპერაციით რუსეთი სერიოზულად გააბრაზეს და გაამწარეს, იმიტომ რომ რუსეთს მიაყენეს არა მხოლოდ თვალსაზრისით დარტყმა, რომ გაუნადგურეს სტრატეგიული ავიაციის 30%, არამედ აქ იმიჯის თვალსაზრისითაც სერიოზული დარტყმა მიაყენეს რუსეთის იმიჯს, ძლიერების იმიჯს და შესაბამისად ამას რუსების მხრიდან მოყვება სერიოზული პასუხი. სერიოზული პასუხი რა იქნება? ეს იქნება ის, რომ გამოიყენოს სერიოზული იარაღი, მეტად მომაკვდინებელი იარაღი, მეტად ძვირფასი, ძვირადღირებული იარაღი და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ასევე ეს ჩატარებული სპეცოპერაცია, რომ რაც შეიძლება მეტი ძვირადღირებული, მეტი უფრო მომაკვდინებელი იარაღი გაახარჯინონ რუსებს უკრაინის ტერიტორიაზე, რომ ამით უფრო მეტად დაასუსტონ რუსეთი და რუსეთის შეიარაღების რესურსი. შესაბამისად, ბრიტანელების და ევროპელების ამოცანა ამ ომში არის არა მხოლოდ ის, რომ რაც შეიძლება მეტი გრადის ნაღმი ასრულონ რუსებს, არამედ მათი ამოცანა და მათი მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი თანამედროვე და ძვირადღირებული იარაღი გაახარჯინონ უკრაინაში. ხოლო თანამედროვე და ძვირადღირებული იარაღი მეტად მომაკვდინებელია და მეტად დამანგრევები, ეს ფაქტია და 2x2 4-ია, ხო? შესაბამისად, რაც უფრო მეტ ძვირადღირებულ და უფრო მეტ მაღალი მომაკვდინებელი ხასიათის მატარებელ იარაღს გაახარჯინებენ რუსებს უკრაინაში, მით უფრო მეტი უკრაინელის სიცოცხლე შეეწირება ამას და მით უფრო მეტი ქალაქი განადგურდება უკრაინაში. ეს არის და ეს რისი თქმაც მინდოდა და დაველოდოთ თუ როგორი საპასუხო რეაქცია მოყვება რუსეთის მხრიდან ამ მართლაც უნიკალურ ოპერაციას, რომელსაც შეეწირა რუსების სტრატეგიული ავიაციის 30%.